მე ვარ ვაჩიართმილაძე 6 წლის. სწავლობ მეორე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ფეხბურთის თამაში, მუსიკა და დედიკოს და მამიკოს დახმარება. ამ სამიდან ყველაზე მეტად მიყვარს ფეხბურთის თამაში. უკვე რთვია ვთამაშობ ვესტ ჯორჯიაში. ფეხბურთზე რო შესულიყავი, იყო მამიკოს სურვილი. შეიძლება ვთქვა, ფეხბურთი მასწავლა ჩემმა დედაშვილმა. ფეხბურთი მასწავლა ჩემმა დედაშვილმა. ბურთს აგორებდა, მასწავლებდა, როცა ფეხბურთი ვისწავლიდი, 1-0 მოვუქე. მეჯიბრებო ურთიერთი ეზოში. ჯორჯიაში რომ მივედი, ჯერ გავიცანი მასწავლებელი და მე ბავშვები. მე ვთამაშობ შეტევაში და მიყვარს გოლების გატანა. ჩემს კარიერაში გადადილი მაქვს 29 გოლი. 1 გოლი გამოვიდა ყველაზე ლამაზი. პასი მომცადა ეგრევე დავარტყი შორიდან. მე კარგად ახტა, მაგრამ ისე კარგად დავარტყი, რომ ვერ საიხო. მე ყველაზე კარგად გამომდის მატაობა. გამოსასწორებელი მაქვს თავით თამაში. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის მესი. საყვარელი გუნდებია ბარსელონა და საქართველოს ნაკრები. მე მინდა საქართველოს ნაკრებში ვთამაშო 7 ნომრით. მე ფეხბურთელობა გადავწყვიტე, როცა ვიყავი 3 წლის. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი სპაიდერმენი. ბავშვობა ვთარდება 20 წლის ასაკში. მე მინდა მალე გავჯერდო და გავხდე დიდი კაცი. ახლა მინდა ვიყო 15 წლის და ეზოში ვიღაცებს დავაბრალო რაღაცები. მინდა რომ ყველაფერი მე დამინჯერო. იმიტომ რომ სულ მართალი ვარ, ერთჯერ მომიტყვებია მარტო. სოფელში ვიყავით რამე და ჩემი და ჩემს მოატყუე ბაბუ მოიტანა სასამთრო. ვილად გავხარდა და ნერტყუებს გლავავდა. ჩემი საყვარელი საჭმელი არის შემტვარი კარტოფილი. დედიკო ყველაზე კარგად აკეთებს ბაკეტს. სახლში ცხოვრობთ მე, დედიკო, მამიკო და ჩემი და. კიდე მინდა მყავდეს ერთი ძმა. ჩემი და არის 10 წლის და ქვია სესილი. ის არის კეთილი, მაგრამ სულ მავრარებს. ყველაზე უფრო მავრარებს დედა და მამა რო არა სახლში დავატყავს. მე ვარ ვაშკაცი ბიჭი, არ ვტკივა, მაგრამ ნევრები მეშლება. ჩემი აზრით სესილო გაიზრდება, გამოვა ან ექიმი, ან რამე რო შეკეროს. მომგვარი ჩემს პატიურის რომელიც დაჭკვიანი. ყველაფერს მისურვებს და სადაც მინდა იქ დავყავარ. დედიკო არის ლამაზი, სრული და სულ მეხუთე. მე ასევე მიყვარს მუსიკა და დავდივარ არსაბ გნოლში. მაგრაშვები და მხედი ვუკრავ, ჩემი დაიკო ფანდურზე უკრავ, მე დამტამზე უკრავ. დამტამზე დაკვრა არის ძალიან ადვილი. აჭარული მაგალითად იკვრება ასე. ცხრაჯერ მქონდა კონცერტი და ყველა მოვიგეთ. ძალიან მოწონთ სცენაზე დგომა. დამის გარდა კიდე მინდა ვიცოდე სალამულის დაკვრა. ჩემს საყვარელი სიმღერა არის ღმერთი დიდია. ღმერთი დიდია ის გვიხნის, წერონ წყაგი ხარიაკ, ჯვარს გოგოწყალზე აიტახს, და სე უცხარი ხარია. კიდე ვიცი ერთი კარგი სიმღერა, მაგრამ ძალიან დიდია და ახლა მეზარება. გნოლში ჩემი მასწავლებელია ანა გულედანი. ის არის ლამაზი, მხიარული და სულ ვიღებთ. ანა მასწავლებელი არის დედიკოს მეგობარი და ყავისმა უყვარს. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ ძალიან კარგი კლასელები მყავს და კარგი მასწავლებელი. ჩემს კლასში ყველაზე ჭკვიანია ალექსანდრე ჭეიშვილი. ყველაზე მშვიდი არის მირა სახელი, გვარი არ ვიცი. ყველაზე არის ანდრია. მე ვარ ყველაზე მხიარული, სიმპათიური და კეთილი. ახლა შეყვარებული არ მყავს, მაგრამ ბაღში მყავდა. ბაღიდან რომ გამოვედით და სკოლაში შევედით, დავშორდა. სხვადასხვა სკოლებში შევედით. მოსმოვიყვან ვიქნები 25 წლის. შვილებს დავარქვევ ლალას და ნინოს. ჩემ ცოლს დავარქვევ მარის. ჩემს საყვარელი
საგანი არის სპორტი. საყვარელი მასწავლებელი არის მანანა გურგუშაძე. იმიტომ მიყვარს, რომ ლამაზია, მხიარულია და მალე გვიჩვენებს სკოლიდან. ჯადოსნური ხელი მქონდეს გაუქმებდი მაღაზიებს. იმიტომ რომ ყველგან ყველაფერი ძვირია. სამგზავროდ მინდა წავიდე გურიაში. წინა მონაწილეებს დამიტოვა შეკითხვა. რატო ვარ კარგი ბიჭი? მე იმიტომ ვარ კარგი ბიჭი, რომ ხიარული ვარ, დედიკოს და მამიკოს ვემხარები, კიდე გაჭირებულებს სულებს ვუდებ, სიკეთებს ვაკეთებ და ასე შემდეგ. შემდეგ მონაწილეებს უტუებ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარი არის PlayStation 5. ბედნიერება არის ფეხბურთის სალოში და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.